ტურა, მელია, კურთხელი, ნებისმიერ რამე შეიძლება იყოს. ოპ, კამერა არ დაიძრას. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ ბიბლიოთეკას. ეს მარტო მინდა ტაისონი ვართ. ტყეში წამოსულები და აქ ვიმყოფებით ახლა და ვაპირებ მაქსიმალურად ზემოთ ასვლას. სადმე დავბანაკდებით მერე. ეს აქ არის უკვე რაღაცებს ეძებს დილა არის. ეციო სადღაც 1 გრადუსი იქნება. აისთან ახლა წამოდი. რამდენიმე კილომეტრის გავლა მინდოდა ფეხით. თან ახლა სადაც ვიმყოფები, აქეთ არასდროს ყოფილ ვარ. აქ დიანი ის არის, ჩამონაშალი. კლდოვანი. სავარაუდოდ ზემოთ კლდეც უნდა იყოს. ჩამოშლილი არ ქვემოთ უფრო დიდი ლოდებიც იყო. მოხებია ძირითადად სურასაც. აისო წამო ზემოთავდივარ. ესეც პირველად რო არის. ეს დათვალიერებაში არის. კაი სიცაბო აღმართია. ეს ნახეთ რა ტიპია. დამყურებს ზემოდან. დიდი კლდეებია და წესით ზემოთ რაღაც ჩამონაშალი უნდა იყოს. ეს ძირში ვიყავი სულ იქით. ეს ადგილი ამოვიარე. ორა კაი ხმები არის. აი ზამთარში ოდნავ თბილი ამინდი იყოს. ნუ ეხლა თბილი ამინდი არ არის. აი მინუსებში არ არის, თორე 1 ან 2 გრადუსი არის. ეგეთი ამინდი ერთი ჩამოვარდება თუ არა. ჩიტებიც იწყებენ. ძალიან სასწაულია. ეს რა მაგარია, ზეპყდეებზე არის ამოსული. შუაში. არა გადაჭრილია ძალიან დიდი ხნის წინ. ვერ გადაჭრილი ხესნახა და ეს იქნება რუდინელი, იცით აიძა. ძალიან დიდი ხნის, ალბათ ბავშვი ვიქნებოდი ან კიდე მანამდე. იმიტომ რომ ასეთ დონემდე მაგ დროს მიდის ხე. თუ ისეთ გარემოში არა რო ეგრევე დალპეს და გაქრეს. აისონ, მოდი. დამხელა წეხია წაქცეული აზი ხარ. ესეც კაი ბებერი იქნებოდა. ტაისონ, მოდი, ამოაბა. ამოაბა. მოდი. ამო. ყოჩა. თითქოს აი ტყის შუა გულში ვართ ახლა. გადაშლილი ადგილია ეს უფრო. აი ზემოთ არის კლდეები, ხო ამბობდი. ეს ახლა წაიყოლებს სხვა ხეებს, რასაც შეეხო. თუ ჭია ყავ, გადავა და გადავა. ესაც რა მაგრაა მოსული. აი ეს ოდესღაც ჩამოინგრა სიანი კლდერა და გადაიშალა ეს უზარმაზარი ლოდები ზოგი აქეთ და აი შეიძლება რაღაცას ბუდეც კონდეს ბუდე რა ბუნადი აი შეიძლება შეიძლება კი არა ექნება. აქეთ უდალე წილია ტყე. ახეთ თან მაგრად. მე აი ესე აუყვები აბა კიდე. ნახოთ
რა ხდება ზემოთ. აქაც რაღაცის ბუნაგი არის. შიგნი. ტურა, მელია, კურთხელი, ნებისმიერ რამე შეიძლება იყოს. ასეთი დიდი როდები მაგათვის იდეალური ვარიანტია, იმიტომ რომ ზემოდან ჩათვალე. იმხელა დაცვა გადევ რა. ეგრუდი არ საწაო. ქვემოდან რა ზომაზეც უნდა ჩაღრმავებენ და იდეალური ბუნაგი, არც წყალი ჩაუვოთ ზემოდან არაფერი. აისონ რა კაი ვარიანტია. აუ სადავიდო. ზემოთ უფრო რთულდება გზა, კლდოვანი გზა იწყება, უფრო დიდი აღმართიც არის და შეიძლება მომენტებში ორივე ხელი დამჭირდეს. მანამდე წყალს დავდე. მოდი ტაისონ ჩემთან, მოდი. მე და ტაისონი რო ავალთ, მე შევჭამთ. ვეცდები რაღაც ისეთი ადგილი ვნახო, კარგი გასაჩერებლად. რან დაღმართზე რო არ იყო, თუნდაც აი ესეთი რა, ოღონდ ზემოთ. ზეჯერ არ გადმოსულა აქეთ, ცოტა სითბოს ვიგრძნობდით. აი ხა რო გავჩერდი, ვიგზენი რო ცივა. რაღაცის თავის ქალის ნამტვრევები არის აქ. შეხედეთ. თავის ქალა არის 100%-იანი. დამტრეული არის. აი ეს ადგილი ისედაც ის ადგილია, სადაც თავის ქალა შეერთებულია რამდენიმე ზოლი ერთმანეთზე და საბოლოო ჯამში ქმნის ქალას. რისი არ ვიცი, პატარა რაღაც იქნებოდა. და საკმაოდ ძველიც იქნება წესით. ზედმეტად სუსტიც არის, ეს კაი ძველი იქნება. ესე იგი არ ვიცი აქ რამდენად აღიქონთ, იმიტომ რომ ტოტები გვეფარება, მაგრამ ზემოთ მეტი კლდე არის და აი ესე პირდაპირ აუყვები რა. ეს იმას ეკითხოთ, გეგმაში არც კი მქონდა. ასეთ წამოსვლა ზემოთაც, მაგრამ გზაში ისე ვუიცი. ამიტომ ჩანთა იმდენად სუბუქი არ არის. აი ეგ რომ მქონოდა წინასწარ მოფიქრებული, ბევრად სუბუქი მექნებოდა. ისე თამშლელების წერაქვით რო წამომეღო, კარგი იქნებოდა. გავიმარტივებდი საქმეს. ვიდეო ცალი ხელით ადიეხ. ერთი თხოვნა წავაქიდან არ ჩავგორდი თორე დამერხევა. ვითომ არაფერია, მაგრამ ცუდი აღმართია. არა. ეხი მიცდება. ისე ეს ადგილი ჩამოსრიალებული თან. ვიდან ავიდე. ფეხით უნდა გავიკეთო საფეხურები ვით, მაგრამ ეგეც არ გამოდის, ტაისონი ვიყო. აქ დებ კამერას. დიდი იმედი მაქვს არ ჩავარდება. მე როგორმე ამ კლდეზე უნდა ამოვცოცდე. ცუდად არის.
შეიძლება ჩავაგდოს. ოიშარო. აისონ არ ჩაყვე არა. უილა ჩადიხა, მაგრამ შე რა გიწის? როგორც ჩახვალ წამში ვიამო. ოპ კამერა არ დაიძრას. აქედან ჩამოვედი, ასე ამოვედი და ახლა აუ აქედა რა კაი არის. რაღაცის განავალია პირდაპირ ჩემს წინ და ახალია თან და რაღაც არის გვერდზე ძველი. ტაისონი არ ამგონია ყოფილიყო. იმდენად ახალი არ არის ორთქლიას დიოდეს. ის საზიზღობა ეხა რო გაჩვენებ თუ არა. ის რაღაც ძველი რო არის. იგივე ადგილზეა გვერდით ახალი და ესე იგი რაღაცა მქნა. სხვა ცხოველმა და არა ტაისონმა. %-იანი ვიცი რომ ტაისონის არ არის. ზემოდან ფოთლებიც აყრია. თან რო ამოვდიოდით ტაისონმა მაშინ მოიშორა. რაღაცა ის. აი აქვე რა მოვდიოდი რა. ანუ ეხა ორივე ხელით ამოვიდოდი ეს ჩავაბღაუჭებოდი მიწას, მაგრამ ცალი ხელით დიდი შტატივი რო გიჭირო და მეორე ხელით ვერაფერს ეჭიდები ცუდია თან. საშიში ეხა რო დავარდ, ჩავგორდე. არაფერი მომივა ეხა ისეთი, მაგრამ სადღაც ხო გავჩერდები ან ხეს მივეჯახები ან რაღაც გავჩერდები, მაგრამ აი თავი რომ მიარტყა მაგდოს ეგ არის ყველაზე საშიში. კოტრიალისას ორივე ხელი რა თუ სიტყვაზე სადმე ჩაგორდი, ესე თავი უნდა დაიფარო, საფეთქელის არის განსაკუთრებით, რომ რაღაცას თავი ცუდად არ მიარტყა. ერთი ცუდი მიტყვა და შეიძლება ყველაფერი ცუდად დასრულდეს. და ასე იმაზეც იფიქრო, რომ რაღაცას მოეჭიდო, თუ სიტყვაზე ძალიან დიდი დაღმართია და თავისით არ გაჩერდები. მე აქედან გადმოვედი და აი ამ ტოტების დახმარებით ამოვედი და ის რისი არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე საათის მაინც იქნება. ზოგადად იციან ცხოველებმა ერთ და იგივე ადგილას მოსაქმეება. აცებლებმა. ის დიდი ფუღუროა აშკარად. ძალიან დიდი შანსია რომ რაღაც იყოს. ხშენი. აი მხის ქვეშ ვიძახი. ზემოთ კლდე არის. ეხა ავდივართ ფინიშია ეს. შეიძლება ეხა არაფერი, იმიტომ რომ რამე ყოფილიყო ტაისონი იგზნოდა. შანსი არაა რომ ვერაფერს მიხვდეს. აგავჩერდი მეგობრებო, ცოტა ხანი შევისვენებ ამ დიდი ლოდის ქვეშ. არ ვიცი ზემოთ კიდე თუ ასასვლელი, იმიტომ რომ აქედან უკვე ბოლოს ხედავ. სულ ბოლომდე ავალ, იქიდან გადმოხედავ გარშემო. მე თუ მომეწონა ადგილი გავჩერდები, რამის მოვიმზადებ, შევჭამ. თუ არა და რავი, დავფიქრდები რა თუ არ დამამძიმებს უაზროდ საჭმელი და სიარულში ხელს არ შემიშლის, იმიტომ რომ ჩასასვლელი ვარ. ამოსვლაზე რთული ყოველთვის ჩასვლა არის დაღმართებზე. ბევრჯერ შეიძლება წავიქცე და ჩავსრიალდე კიდეც. პლუს კამერით. შეიძლება საერთოდ ჩასვლისას სტატივი ჩანთაში ჩავდო, გვერდიდან მივამაგრო და ისე ჩავიდე და არც გადავიღო. ნახოთ რა როგორ მომიხერხდება. უბრალოდ ეხლა ცოტა ხანი დავისვენებ, მზეც არის ცოტა. სიამოვნებს სისითბო. თორე სიცივით არ მცივა, მაგარი გახურებული ვარ. და მოკლედ ნახოთ რა იქნება წინას არ გეტყვით. ჩემი ფისკარსის ნაჯახი აგე კამარზე მაქვს დამაგრებული. თუ რამე ჩემსავით გადარეული შემხვდა, მოიხსნი და თავს დაიცავ რა, რომელი იარაღით მოსიარულე მე ვარ ეხლა. ესე უნდა აუყვე პირდაპირ და ზუსტად აი თქვენს ხედავთ, რომ იქ არის ბოლო. ამოვედი ზემოთ.
რაკაც აქაც კაი დიდი მოხებია. ბევრიც აქცეული. ბევრიც ცოცხალი. ეხა იქით მინდა გადავიხე და უეჭვე. იქით მხარე. პატარა თბილი მზის ხევი და წამოყვეს ეგრევე თავები. ამის სურნელი მიყვარს მაგრად. აი ზემოთაც ეს სიტუაცია და გავუყვები ბოლოში. ამოვედი თავში და როგორც ჩანს გადიხარ ტყიდან. და მე შედიხარ ფიჭვნარში. ნახავ ერთი იმ ადგილსაც. ყვალი არ არის არაფერს. ესე იგი აქეთ მანქანა ვერ ამოდის. მანქანა ჩემი ძალიან შორსავი დატოვებული და სიმართლე გითხრათ ზუსტად არც მახსოვს სად. კი არ შემიჩნევია რომ ამოვედი. თოვლი ძალიან გაყინულია. ამოვალ და ჩავალ ისე აქ ჭამარო დავიწყო. ზედმეტად დავიმძიმე თავს და ჩასვლა გამიჭირდება. რა ტიპი არის. აი როგორ ადგილას ამოვედი. ფიჭვები არის გარშემო სულ. იქით უფრო მეტი არის რა დავაკვირდი. ეხლა რომ წამომიაროს დიმთაზე მომიდეს ასვლა. კაი ადგილია. ან მე თუ მოგსვლია თქვენთ რომ რაღაცას რო შეხედავ შორს და რო იფიქრებ იქ ავალ აუცილებლად ნეტა რა არისო რა. ქვემოდან შორდა რომ დამინახავს ის კლდე მოჩანდა ხოლმე. დაშლილი ოღონდ ზემოთ რაც იყო უკვე. რო შევისვენე ეგ ადგილი. ხო და სულ მაინტერესებდა ხოლმე ზემოთ რა არის მეტი საიდან ავიდეთ ხო და მაგით წამოვედი. ჩასვლით ისევ იქიდან არ ჩავალ ფიქრობ. ცუდი იდეა იქნება. აჰა დაიწყო უკვე ამ დიდი ტოტების ხევა. ხო და აქედან ჩავალ პირდაპირ. ჯერჯერობით უფრო სწორი ჩანს და ვნახოთ რა იქნება. ფიქრობ უკეთესი გზა. სუბმუნბულები ყრია აქაც. რაღაც გაპუტის. გზა კი შევიცვალე, მაგრამ გონი არ ამცდა. ეს აღმართი მაინც. თუ სულ ესეთი ადგილია რა კლდოვანი და დაღმართია. ამიტომ აქეთ ვერ გადავიღებ. შეიძლება მე ჩავარდე. მე რო გადავრჩი ამებს დავამტვრევ და ეგ არ მაწყობს. ან მე რაღაცას მივაწყავ თავს და ჩანთაში ჩავდებ. ცოტა ისეთ ადგილზე რო ვიქნები რომ ესეთი დიდი კლდოვანი დაღმართი აღარ იქნება, ჩაგერთვებით ისევ. ვინც არიცით, იცოდეთ რომ მწყერის კვერცხი ძალიან სასარგებლო არის ჩვენთვისაც და
ძაღლებისთვისაც რა თქმა უნდა პირდაპირ ომი შეგეძლიათ ძაღლის საჭმელში აურიოთ ან ისე მისე ტაისონ მოდი ტაისონ ნახე რა მაგ ნაჭუჭიანს გულისხმობ გაიწიერ წამს ტაისონს ხშირად ვაჭმევ ხოლმე ზოგადად ბეწვისთვისაც კარგია უფრო პრიალა ბეწვი აქვს მაგ დროს თქვენს ოთხფეხა მეგობრებს თმის ცვენას ნაკლები აქვთ საჭმელში რო აურევთ უფრო გემრიელად და სჭამენ გააქრო ნაჭუჭიც მერე გადადის უკვე თავის საჭმელზე ამებს დავაკუცმაცებ მერე ცეცხლს დავანთებ გემრიელადაც შევჭამ პირველად ვამზადებ უსარმაზარ ლოდზე საჭმელს. ამლი პირდაპირ ჩემკენ მოაქვს ერთი ეგარი ცული. ნაკვარცხალი დამჭირდება საჭმელზე. მცირე ცეცხლით. საკმარისია. არა ჭირდება ეს შეშა დაისო შეშა მეგობრებო არხისთვის ვეძებ სპონსორს რას ფიქრობთ აი ჩემს კონტენტთან ჩემს თემასთან რომელი კომპანიები ჯდება რო რამე დაუკავშირდიან თვითონ თუ დამიკავშირდებიან ჩემი აზრით ყველა არხს რომელიც საქმეს უფრო სერიოზულად უდგება და ხშირად ქმნის რაღაც კონკრეტულ კონტენტს სპონსორი სჭირდება მაგით მერე ბევრად მეტი რამ არის შესაძლებელი და რავი თქვენ რო კომენტარებში რო დამიწეროთ რა კომპანიები შეიძლება განიხილებოდეს შეიძლება სხვანაირად უნდა და მე არასწორად ვუდგები ამ საქმეს მაგალითად ბევრისგან გამიგია რომ აი თვითონ ეკონტაქტებიან ხოლმე სხვადასხვა კომპანიებს ცდილობენ ისა ეს და მე არასდროს არ მიშოვია სპონსორი ისე რომ აი მე თვითონ მიმეწერა სულ თვითონ თუ გამოჩდებოდნენ ხოლმე და რავი დავიჯერო ეგეც არის არ ვარ ისეთი ტიპი თითქოს არ შემიძლია რომ აი ხა ავდგე და ვიღაცას მივწერო და რაღაც შევთავაზო და მე ასე ვფიქრობ რომ თუ სიტყვაზე რაღაც კომპანიას ჩემთან თანამშრომლობა უნდა ჩემი თქმა არ სჭირდება თვითონ ხომ ეტყვია აი ეგრე ვფიქრობ და შეიძლება არასწორად ვშერობ და მაგიტომაც არ ყავს ჩემ არხს ისეთი სპონსორი. უცხოურ არხებზეც ეგრე ვარ პირადად მე. არასდროს არავისთვის არ მიმიწერია, სულ თვითონ გამოჩდებიან ხოლმე და მაგიტომ ფიქრობდი ეგრე რომ აი თუ რაღაც კომპანიას უნდა შენთან თანამშრომლობა სიტყვაზე ავიღოთ რაღაც საწვავის კომპანია და მანქანით მოგზაურობა.
თვითონ ხო დაგიკავშირდებიან ისედაც, მაგრამ ის თემაა, რომ კი ქართველები ცოტანი ვართ და 258,000 გამომწერი მყავ, მაგრამ ძალიან ბევრმა არც იცის ჩემი არხი. შეიძლება ეგეც იყოს, რომ ბევრმა რო არ იცის ჩემი არხი. თან ეხა ისეთი კომპანიის მფლობელებს არ მარკეტინგ ჯგუფებს შეიძლება ჩემთვის საერთოდ არც ძალიათ და არც იციან ჩემი. რა ვიცი. მაგიტო გითხარით თქვენ ისევ გამომწერებისგან მივიღებ რჩევებს. საკონის ხორცი წამოვიღე და შევბრაწავ. სხვა ნორმალიც გავუკეთებ ამას. მერე კონდერს მოუხდება. რამე წიწაკასაც. ცოტა ზეითუნის ზეთი. This is what I think. ხა დავუმატებ კარაქს. კარაქი მაგრად მოუხდება. მოდი, ხონდარის მაგილად გავუკეთებ ორეგანოს. კარგად გავუკეთებ და მაგარი არომატი იქნება. ეს მაგარი გამოვა. Თან ცხიმში ჩავაგდე, ჩავყარე უფრო სწორად წითელი წიწაკა და გავამცებ ხორცზე. მოედება უფრო. ზოგადად ეხა იმ ტაფაში ხო ბევრი ცხიმი არის, მაგრამ ყოველთვის იცოდე ცხიმებს შორის განსხვავება, მაგალითად მცენარეული ზეთები, სიტყვაზე მოვიყვან, მაგალითისთვის მზესუმზირი ზეთი, სიმინის ზეთი, ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის, აი საშინად ცუდი რაღაც არის და სამწუხაროდ თითქმის ყველა მოვიხმართ თანაც საკმაოდ ხშირად. მე ხა ვცდილობ ხოლმე რომ ზეითუნის ზეთი გამოვიყენო ხოლმე, კარაქი გამოვიყენო ხოლმე, ერბო გამოვიყენო, ცხოველური ცხიმები, მაგალითად ამ შემთხვევაში საქონლის ხორცს თვითონ თავისი ცხიმი რო ქონდა. ეგ არ არის ეგეთი საზიანო ჯანმრთელობისთვის და ამიტომ ყოველთვის ეცადეთ რომ მავნე ცხიმებს თავი აარიდოთ და ხშირ გამოყენებაში არ ქონდეთ.
კი ჩვენ ქვეყანაში ზეითუნის ზეთი ძვირი ღირს ნამეტანი. მაგრამ სამაგიეროდ უფრო სასარგებლოა და საშიში არ არის. ოღონდ ზეითუნის ზეთებში სხვაობა არის. ზოგი არის რომ მხოლოდ სალათას რომ მოასხა ეგეთი არის და თუ გააცხელებ ეგეთ ცუდი გახდება. ზოგი არის რომ მხოლოდ გაცხელებისთვის არის. ზოგი უნივერსალია რომ სალათასაც მოასხავ და გააცხელებ კიდეც. ეხა ეს მაგარი გამოვა ძალიან ჯანსაღი. ეს ცხიმი ეხა მთელ ტაფაში რაც არის, საერთოდ არ არის საშიში. პოვიძო ჩააწვა და ჭამო. არანაირ ზიანს არ მოგაყენებს ადამიანს და ეხა ამ ტაფაში რომ მზესუმზირი ზეთი ესხას. ჩათვალეთ რომ მაგით ქოლესტერინის დონეს იწევ, სიმსივნეს ხელს უწყობ და ასე შემდეგ. ცუდია მოვერიდეთ, რაც ცუდია საერთოდ მოვერიდოთ. სასმელი იქნება ეს საჭმელი თუ მოსაწევი, იცოდეთ. ჯანმრთელობაზე კარგი არაფერია. ტყეში მომზადებულ ჯანსაღ საჭმელზე კაი რა არის. ბუნებაში სუფთა ჰაერზე ყველანაირი ცუდისაგან შორს. ბუნებრივი საჭმელებით, რაც ღმერთმა მოხდა და არა რაც ადამიანებმა შექმნეს რაღაც ქიმიური ნაგავი. სანამ ის კარგად დაიბრაწება, გავაკეთოთ პატარა ჩანგალი, რომელიც ყველაზე მარტივი მეთოდია. სადმე ბუნებაში რო იყოთ და ჩანგალი დაგჭირდეთ, რავი, ეს მეთოდი გამოგადგებათ. და აქედან მოკითხვა დათო ჯოხაძეს, პატარა ვიყავი მაშინ წლების წინ. რაჭაში წვადი შევწვით ბუნებაში. ოჯახები ვიყავით წასული და მაშინ დამამოღამებინა დათომ ეს მეთოდი. აქეთ მხარე გაუთავეთ და ეს მხარე ჩაჭერით. ოღონდ სწორად. ისე რომ არ გავტეხოთ. ეხლა ესეც უნდა გავთავოთ. დავაბასროთ. და მე რა გვინდა პატარა ტოტი. რა გავჭედოთ შუაში. ეგ არის პატარა სასაცილო მარტივი ჩანგალი გვაქვს. თავის საქმეს გააკეთებს. ხორცი მზად არის. ეს კვერცხია. კარგად შეიწვა კარაქში. კარაქში სულ სხვას ცადეთ. დაბა იგივე კომბინაციით ცადეთ. ორეგანო, წითელი წიწაკა ბოლოს კარაქში ჩააყარო. და ისევ სვანური მარილი. დამოვიწოთ რა ამას ნიორი რომ ჩააყარო დაჭყრეტილი თავები შიგნი კარაქში და ხახვი, მაგარ არომაც მისცემს. აი სასიარულო ყიმა კიდე სულ დამოვიწყდა. ცოტას დავისვენებ თავწყბები ფოტოებს გადავუღებ ბუნებას. ენენელა დავუშვები ისო ქვემოთ. ასე იგი ისაღმართი მაინც რო არ ამცდა. მე ასე ავედი პირდაპირ. მე ხოგორდინა ჩამოვა, იქიდაც დიდი აღმართი იყო და მოვედი ზუსტად არ ვიცი თუ ჩანს კადრში. ის დიდი კაქცეული ხერო იყო ზედ რო ავედი. აისმენთ რომ მომყვა. მანდ მოვედი ზუსტად.
მოხდა ისო. ოჩა, რა მაგარი ბიჭი ხარ შენ. აი ისო მართლა მაგარი ბიჭია რა. ოჩა. რაკი. ისმინე, გადავაგდებ და გადახტე. მიდი. ოჩა. წავედი აბა გაუშვე. ეს ადგილი დაიმახსოვრეთ, მეც ვიმახსოვრებ. ცოტა გიჟური იდეა მომივიდა. აუ ზამთარში არ მგონია ძალიან ზედმეტად რთული იქნება რა და აზრი არა აქვს. ზაფხულში ან გაზაფხულის ბოლოსკენ წვიმები რომ მორჩება და სითბო იქნება. მაგარი იდეა მაქვს აქ და დაიმახსოვრეთ. დავიწყებით არ დამოვიწყდება, ჩავიწერ მაინც. იმიტომ რომ ფიქრობ ეგ იდეა განხორციელდება. ცოტა ექსტრემალური იდეა არის. აშენება და რამე არა. არა არის კეთილ. აი აქედან ჩანს უზემოთ თავში კლდე. იქ ვიყავი ასული. ესე წავედი მე და ჩამოვედი. აუ კაი დაღმართი ყოფილა იქითაც არ ვიღებდი ერთი ორჯერ გამის ავითეთქიდე. ო რა მართებია რა. ჩავბარგდით, ჩავჯექით. დავუშვებით სახლისაკენ. მადლობა მეგობრებო რომ მიყურებდით. თქვენი აზრი დააკომენტარეთ კომენტარებში. კარგი დღე იყო. თან სულ რომ მაინტერესებდა ზემოთ რა არის თქო ხო შევამოწმე. მოკლედ მეგობრებო, აბა მაგრას თქვენ უყურებდით BBR Wilds.